მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტის მიღმა გიბრუნდებით, მე მისი წამყვანი ესმა გუმბელიძე ვარ. როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენელს, ხშირად მიწევს ხოლმე სკოლებში, სიარული და სხვადასხვა ახალგაზრდულ დაწესებულებებში და როცა ვეკითხები ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანი გადი განვითარების მიზანი რომელია თქვენთვის, აი 17-დან, გადი განვითარების მიზნებიდან, თითქმის ყველა საუბრობს ეგრევე განათლებაზე. და ყველა ამბობს, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანი არის. არის არასამთავრობო სექტორში საჯარო სტრუქტურების გარეთ ძალიან ხშირად გვესმის. ამ ლოზუნგით დაიწყო პრინციპში 2016 წელს სტუდენტური გამოსვლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მე სხვა უნივერსიტეტებსაც გადაედოთ ეს საპროტესტო მოძრაობა თავის დროზე. მაგრამ რაღაც გამოწვევები მაინც დღემდე არსებობს და როგორც ხვდებით, ნამდვილად არ არის ძალიან ბევრი რამ ნაპასუხები და გამოსწორებული იმ პრობლემებიდან, რაზეც ვსაუბრობთ. და ამიტომ ზუსტად ამის საკითხავად დღეს ჩვენი სტუმარი არის და ამაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ლუკა ჩლაიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სტუდენტი, მესამე კურსელი. ლუკა, მოგესალმები, მადლობა გადაცემაში მოსვლისთვის. და გვაინტერესებს, აი, ისაუბრე უფრო მეტად, რა პრობლემებს ხედავ, როგორც ახალგაზრდა, როგორც სტუდენტი ზოგადად განათლების სისტემაში და შენებ უკვე თესეულზეც რო ვთქვათ. მე თვითონაც თესეულ მაქვს დამთავრებული და ამიტომ ასე ვთქვათ, ორმაგად უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო არის ჩემთვის ის თუ რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც მე იქიდან წამოვედი. გამარჯობა, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს, მაყურებელს. და მინდა ვთქვა, რომ განათლება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საზოგადოების განვითარებისთვის და დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა განათლების სისტემის ხარვეზებზე საუბარი, იმიტომ რომ განათლება არის საქართველოსთვის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება პროგრესს მივაღწიოთ ნებისმიერ დარგში. და ზუსტად რატო თქვი, რომ არასდროს არ იყო ესეთი მნიშვნელოვანი როგორც დღეს, რატომ? იმიტომ რომ დღეს საქართველოს მიეცა შანსი რომ გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ განათლება. განათლება მოგცემს სტაბილურ ეკონომიკას, დემოკრატიულ განვითარებას ქვეყნისთვის და განათლება არის ის გზა, რომელთაც სახელმწიფოს შეუძლია თავი დაიმკვიდროს ევროპულ ოჯახში. ძალიან ხშირად ვსაუბრობ ხო ესე ზოგადად, რომ განათლების სისტემა ძალიან პრობლემურია საქართველოში. მაინც რა პრობლემებს ხედავ უფრო კონკრეტულად და განსაკუთრებით საუნივერსიტეტო ცხოვრებაში? საჭიროა მთლიანად განათლების სისტემის შეცვლა, მოდერნიზება, იმიტომ რომ დღევანდელი განათლების სისტემა ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, იმ სტანდარტებს, რომლებიც საჭიროა რომ თანამედროვე კვალიფიციური კადრი ჩამოაყალიბოს უნივერსიტეტმა ან უმაღლესი განათლების დაწესებულებამ იქ, სადაც შეიძლება ადამიანმა უმაღლესი განათლება მიიღოს. ანუ ფორმალურად რომ გითხოთ ადმინისტრაციებს უნივერსიტეტის ისინი ალბათ მათ აქვთ არგუმენტი, რომ პირიქით ჩვენს გაცვლის სტუდენტებს ძალიან ბედნიერად იღებენ ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტები, შემდეგ იქ მიღებული განათლება აქ აღიარდება. აქ მიღებულ განათლებას შესაბამისად ისინი აღიარებენ და ინდობიან, როდესაც ამ სტუდენტებს არჩევენ, თუმცა პრობლემებს მაინც ვხედავთ. მაგალითად, აი როგორც სტუდენტი, ამ უფრო სწავლის ხარისხი არ არის კარგი. რაში გამოიხატება ეს? არ ვიცი, ვთქვათ, ლექტორების დამოკიდებულებაში, რესურსების ნაკლებობაში, თუ რა არის ეს? უპირველეს ყოვლისა, აქ არის მთლიანი სისტემური პრობლემა, როდესაც არ არსებობს საკმარისი მაგალითად რესურსების ბაზა, რომელთაც სტუდენტს შეუძლია მაგალითად ბიბლიოთეკა, ელექტრონული ბიბლიოთეკები, გამართულად არ მუშაობს ეს ელექტრონული ბიბლიოთეკები და არ არის საკმარისი მთლიანად რომ სტუდენტმა მიიღოს იმ ხარისხის განათლება, რომელიც საჭიროა. ასევე შემიძლია ვთქვა ის, რომ ქართულ ენაზე არ არის ნათარგმნი ის ლიტერატურა, რომელიც საჭიროა სხვადასხვა პროფესიებისთვის, მაგალითად ამ შემთხვევაში ჩემ თავზე ვილაპარაკებ ჟურნალისტიკაში ქართულ ენაზე არ არის საკმარისი ლიტერატურა ყველა საგნისთვის. ხო, ეს ვსაუბრობდით კადრის მიღმა, რომ 1999 წლის სახელმწიფო სწავლობთ ახალი ამბების, ესე ვთქვათ, ხო, წესებს და რაღაც, ხო,
ხო, ეს გამოწვეულია იმით, რომ არ არის თარგმნელობითი სამუშაო, არ ექცევა ამ სფეროს ყურადღება და შესაბამისად, როდესაც ჟურნალისტი გამოვა, უკვე გახდება დიპლომირებული პროფესიონალი, მას ასე ვთქვათ, გაუჭირდება თავიდან თავის რეალიზება იმის გამო, რომ პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროში არ ექნება კარგი ხარისხის. კი, ну, დღეს მაგალითად არ ვიცი ფინანსის ერთ-ერთ კონფერენციაზე ვესწრებოდი მედიასთან დაკავშირებით და ჩვენ უკვე ახალ ამბებს Facebook live-ებსაც ვუშვებთ და Instagram live-ებსაც, რომ ახალგაზრდებით ჩავშთოთ როგორღაც და კიდევ სხვა სოციალური ქსელების ათვისებაზეც ვფიქრობთ, რომ მოკლე სტორებით და ასე შემდეგ, რომ დავაინტერესოთ ახალი ამბებით. ანუ ყოველდღიურად იცვლება ეს ახალი ამბების თქვათ წესები თუნდაც და სახელმძღვანელო პრინციპები და მე მახსოვს მაშინაც 2016 წლებშიც იყო ამ სახელმძღვანელოებზე საუბარი და ზოგადად კვლევით საქმიანობა როგორ ფიქრობ რამდენად ეთმობა ყურადღება სათანადო ყურადღება კვლევით საქმიანობას უნივერსიტეტში სერიოზული კვლევითი საქმიანობა საქართველოს უნივერსიტეტებში ონლაინ მედიის მიმართულებით დღესდღეობით არ გვაქვს და საერთოდ ეს ახალი დარგია ონლაინ მედია ჟურნალისტიკაში და საქართველოს უნივერსიტეტები არ არიან ამ სფეროში ძლიერი. საერთოდაც აი რატო ფიქრობ რომ ამ კვლევების პრობლემა ან ფული არ ყოფნით თუ უბრალოდ რაღაც ნება არ არის თუ ღიაობა არ არის თუ რა პრობლემა რა აკლიათ არ არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ზუსტად ამ ტიპის კვლევებს. შეიძლება იყოს კონკრეტული ლექტორების დაინტერესება, რომ თვითონ შექმნან ახალი პროდუქტი, გამოუშვან წიგნი, მაგრამ როგორც ასეთი, რომ სახელმწიფო უწყობდეს ამას ხელს და სახელმწიფოს მხრიდან იყოს ლექტორების თუ კვლევითი ჯგუფების მხარდაჭერა სერიოზული, ესეთი არ არის. და სხვა რესურსებზეც რო ვთქვა, ხო სახელმძღვანელოებზე ვისაუბრეთ, მაგრამ იგივე არ ვიცი კამერები, მიკროფონები და ასე შემდეგ რაც ჟურნალისტს ჭირდება იმისთვის, რომ სიუჟეტები ჩაწეროს და რაღაც პრაქტიკა მიიღოს. ეს რამდენად არის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხო ამ შემთხვევაში TSU-ში და როგორ ფიქრობ, კერძო უნივერსიტეტებს უკეთესი ტექნიკური ბაზა ხომ არა აქვთ? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვაქვს ტექნიკური ბაზა და გვაქვს კონკრეტული საგნები ამ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ ტექნიკური ბაზით, როდესაც გავდივართ ამ თუ იმ საგანს, მაგალითად ბეჭდურ მედიას, მაგალითად ტელეჟურნალისტიკას, მაგალითად რადიოს საგანს და ამ საგნების მეშვეობით შეგვიძლია ვისარგებლოთ ტექნიკური ბაზით. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ახლობელი სტუდენტი სწავლობდა კერძო უნივერსიტეტში, სადაც საერთოდ არ ჰქონდათ ტექნიკური ბაზა, რომელიც საჭიროა, რომელიც აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც უნდა იყოს ჟურნალისტიკის მიმართულებით. კი, მე როგორც ვიცი და ადრეც ეს იყო, რომ სტუდენტებიც ფინანსდებოდნენ გარკვეულწილად კვლევების სხვადასხვა პროექტების საწარმოებლად პრინციპში სტუდენტური ინიციატივების განსახორციელებად, ხო იგივე თვითმმართველობის ფარგლებში ამ კუთხით თვითმმართველობა რას აკეთებს, რას საქმიანობს როგორც წესი? თვითმმართველობა არ არის აქტიური მეცნიერების და კვლევის მიმართულებით. თვითმმართველობა ზოგადად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე ვიტყვი. თვითმმართველობა არის ორგანო, რომელიც დაკავებულია სპორტის საკითხებით, დაკავებულია გასართობი ღონისძიებების მოწყობით, კონცერტებით და კვლევით საქმიანობას დიდი ყურადღება აქცევს. თუ ქონია შეხება, თუ გიკითხავს მათთვის, ან თუ იცი მათი პოზიცია, ხო იმ პირობებში, როდესაც ზოგადად უნივერსიტეტს ნაკლები რესურსი აქვს გამოყოფილი კვლევითი საქმიანობისთვის, თვითონ თვითმმართველობა თქო რატომ არ ინტერესდება, რომ თუნდაც სტუდენტები უფრო მეტად ჩართოს და მეტად გააკეთოს კვლევებზე ორიენტირებული პროექტები, იმიტომ რომ უნივერსიტეტი საბოლოო ჯამში უნდა იქცეს და მისი თავდაპირველი მისია ეს იყო, რომ ამ სამეცნიერო დაწესებულებაა და უნდა ქმნიდეს რაღაც სიახლეს, რაღაც გამოგონებებს და ასე შემდეგ, ხო, არის ქვეყნები, სადაც უნივერსიტეტები მაგალითად კერძო ბიზნესთან თანამშრომლობენ, აქვთ კონტრაქტები იმისთვის, რომ და რეალურ რაღაცებზე მუშაობენ, რეალური პროდუქტებს ქმნიან და ამაში სწავლობენ სტუდენტები, ხო? ანუ ადრე თქო საუკუნეების წინაც ეს იყო, რომ სტუდენტი იყო პროფესორის, ანუ მკვლევარის თანაშემწე მის კვლევით საქმიანობაში.
და დღესაც ვიცით, რომ პრინციპში ზღვარი რაღაც სამუშაოს და სწავლას შორის ნელ-ნელა იშლება, მაგრამ ჩვენს რეალობაში ეს არ არის და ამის რა არის თვითმმართველობის არგუმენტი ამ პირობებში? თვითმმართველობის არგუმენტი არის ის, რომ ძირითადად სტუდენტები არ არიან დაინტერესებული კვლევით საქმიანობით. ამ შემთხვევაში თვითმმართველობა არ არის არაგითქმება თვითონ სტუდენტების მხრიდან იმ ორგანოდ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევას. შეიძლება იყოს რაღაც გასვლითი ღონისძიებები, მაგალითად არქეოლოგიური ტური თუ რაღაც ექსკურსია შემეცნებითი, მაგრამ ესეც არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც რეგისტრირდება სტუდენტი ამაზე და ძალიან ბევრი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს იმისთვის, რომ წაიყვანონ სადმე რაღაცის საკვლევად. რაღაცა ელიტიზმის ელემენტებიც შემოდის აქ, თქვათ, უფრო დაახლოებული პირები, კონკრეტულ პრივილეგირებულ სტუდენტურ ჯგუფებთან, მათ უფრო მეტი ცდომა აქვთ რაღაცებზე, ინფორმაციაზე თუნდაც და სხვა და სხვა. ადრე იყო ეს საკითხები, მაშინ 16 წელს წამოიწია ამან, რომ პოლიტიკური მიზნებით ხდება ამ ახალგაზრდული ჯგუფების გამოყენება. ამასთან დაკავშირებით რა სიტყვი არის დღეს ეს ტენდენცია თრისეულში და სხვა უნივერსიტეტებშიც მათ შორის? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიკვეთა ამ შემთხვევაში კარგი და სწორი დამოკიდებულება. იმ მხრივ, რომ როდესაც იყო საპროტესტო აქციები თბილისში, რამდენიმე თვის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ შეუერთდა არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს და მოაწყო, ესე ვთქვათ, დამოუკიდებელი აქცია და ეს ვფიქრობ, რომ ძალიან მართებულია და რაც შეეხება იმას, რომ სტუდენტები და თვითმმართველობამ შეიძლება სტუდენტები გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებით, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. სულ რამდენიმე ხნის 3 დღის წინ, მე მგონი 4 დღის წინ, როდესაც რეგიონებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობებმა ჩამოიყვანეს სტუდენტები კონკრეტული პოლიტიკური მმართველი პარტიის პარტიულ დემონსტრაციაზე, რაც აღშფოთებას იწვევს და სრულიად მიუღებელია, როგორ შეიძლება დემოკრატიულ სახელმწიფოში სტუდენტები გამოიყენებოდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს როგორც მინიმუმ ცინიზმია. ხო, საჯარო რესურსის გამოყენება არის, ესე ვთქვათ, ბოროტად ამ შემთხვევაში და ამით ადმინისტრაციული რესურსით სარგებლობა. ხო, შეიძლება ადამიანები არც იყვნენ პოლიტიკური რაღაც იდეის მატარებლები და უბრალოდ ხდება მათი მობილიზება, მათი რაღაც ამ ინერტული მასის ერთგვარი ჩამოყვანა და ჩვენება, რომ ესენი ამ საკუთარ მომხრეებად წარმოჩენა ამ შემთხვევაში. ეს საკითხები, იგივე გაცვლით პროგრამებზე ვახსენე, რომ აღიარდება ჩვენ მიერ აქ მიღებული განათლება, ხო, ევროპაში გარკვეულწილად და იქაური უნივერსიტეტები გვიღებენ და პირიქით იქაური განათლება აქ აღიარდება და ითვლება ერასმუს პლუსის ფარგლებში. ეს ერთი სემესტრი, ანუ იქ დაგროვილი კრედიტები უკვე აქ განათლებად. რამდენად პოპულარული არის ეს პროგრამა და რამდენად სარგებლობენ გაცვლითი პროგრამით, შენი კურსელები მაგალითად, შენ გარშემო სტუდენტები, რამდენად იციან ამ პროგრამების შესახებ? როგორც წერან ვახსენე, ჩემი კურსიდან არც ერთ სტუდენტს მესამე კურსზე ვარ უკვე, არც ერთ სტუდენტს არ მიუღია ჯერჯერობით გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და ვფიქრობ, აქ ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემაა ის, რომ არ აქვს რეალური ინფორმაცია, როგორ ხდება გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და ასევე პრობლემა არის ის, რომ თვითონ გაცვლითი პროგრამები ჟურნალისტიკის მიმართულებით ძალიან ცოტაა და კონკრეტულად არის რაღაც პროფესიული საქმიანობისკენ მიმართული, იმიტომ რომ ჟურნალისტიკა როგორც ასეთი ევროპაში ბევრ უნივერსიტეტში როგორც კონკრეტული პროფესია არ ისწავლება. და ამ შემთხვევაში ბაკალავრის სტუდენტებისთვის ნაკლებია შანსი, რომ გაცვლითი პროგრამით წავიდნენ ევროპაში სასწავლებლად ჟურნალისტები, მაგისტრატურის საფეხურზე უკვე მეტად ბევრი შანსია, რომ მოიპოვონ დაფინანსება და წავიდნენ სასწავლებლად. ხო, მაგრამ შეიძლება რაღაც მომიჯნავე საგნებით რომ გაიარო დაუშვათ. აქ კრედიტების აღიარების პრობლემა იქნება შემდგომში.
და როგორ ფიქრობ, რა უნდა საერთოდ ეს გაცვლის პროგრამებში მონაწილეობა შენი აზრით ზრდის თუ არა განათლების ხარისხს, ანუ კონკრეტული სტუდენტის და ზოგადად საუნივერსიტეტო გარემოზე რამდენად მოქმედებს? რა თქმა უნდა, ცვლის და მთლიანად მსოფლიო მხედველობას უნვითარებს ადამიანს, ჟურნალისტს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტი ამ შემთხვევაში სხვადასხვა უცხო ქვეყანაში იყოს ნაყოფი, როგორც მინიმუმ. დიახ, სხვადასხვა სოციუმში აღმოჩნდეს, რომ შემდგომ შეაფასოს საზოგადოება მარტო ერთი გადმოსახედიდან კი არა, მარტო თავის გადმოსახედიდან, ასე ვთქვათ, თავის ქვეყნის გადმოსახედიდან კი არა, უკვე გლობალურად აღითქვას საზოგადოება როგორც განსხვავებული ჯგუფების ერთობლიობა. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩემი აზრით არის დამოკიდებულებები, თქვათ ლექტორების მხრიდან და ზოგადად ღირებულებები. რამდენად დგანან ჩვენ ეცით მაგალითად იურიდიულ ფაკულტეტზე ქონდეს შემთხვევა, როდესაც სტუდენტმა ქალმა გააკეთა სამაგისტრო ნაშრომი ქალთა უფლებების მიმართულებით, რის გამოც მან დაიმსახურა რაღაც დაცინვა კომისიის მხრიდან, განკვეთად ქულებიც დააკლდა და მან ეს გაასაჩივრა უკვე სასამართლოში და მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. ანუ ეს გვაჩვენებს, ეს არის მკაფიო მაგალითი იმისა, რომ ღირებულებითი კრიზისი ნამდვილად დგას ყოველ შემთხვევაში ჩემ ფაკულტეტზე და ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც რო გავიხსენო, ახლა უფრო მეტად ხო წარსულისკენ რო იხედები, უფრო ხვდები ამას, რომ იყო ღირებულებითი სერიოზული გამოწვევები პროფესორების მხრიდან. შენ რამდენად ამჩნევ ამას და რას გულისხმობ კონკრეტულად? მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ამ შემთხვევაში ჩვენი ლექტორები, ვინც არიან ჟურნალისტიკაზე, არიან ძალიან ესე ვთქვათ, ობიექტური ხალხია, ძალიან კარგი ლექტორები ყავს, მაგრამ არის რაღაცა იდეოლოგიური განსხვავებები ჩვენ საზროვნებას შორის, ზოგ ლექტორზე და მათ აზროვნებას შორის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც ბევრის მომცემია, როდესაც შეიძლება შენი მოსაზრება მის მოსაზრებას დაუპირისპირო და იმას შეუძლია არგუმენტირებულად დაგისაბუთოს, რატომ ვფიქრობს ესე და შენ შეიძლება ასევე შენი პოზიციის გამყარება და დამტკიცება შენი პოზიცია დაამტკიცო. და მაგალითად აი განსაკუთრებით რა მაგალითი მოიყვანა ესეთი იდეოლოგიური განსხვავების და ყველაზე მთავარი, ხო, ასეთ კამათის დროს, რომ ის იყოს ჯანსაღი და რაღაცა თანასწორობას დაფუძნებული, როდესაც ეხლა ადამიანს დამოკიდებული ხარ რაღაც მხრივ, ხო, ცოტა ძნელია, რომ წარმოვიდგინოთ თლად თანასწორი და ესეთი კონკურენტუნარიანი და კონკურენტული კამათის გარემო. ხო, მე ვიტყვი შემდეგს, რომ მაგალითად გაზეთი გამოვუშვით და რეცენზიას ვინც აკეთებ და გაზეთის ლექტორი არ დაეთანხმა ჩემს სტატიას და ეს სტატია იყო ჩვენს თაობაზე ახალგაზრდებზე, რომლებიც 1999 წლის შემდეგ დაიბადნენ და საერთოდ ახალ თაობაზე და მას ჰქონდა განსხვავებული შეხედულება ყველა თითოეული ციტატის მიმართ, რაც მეწერა, იქ აბსოლუტურად სხვა მსოფლიო მხედველობა ჰქონდა ამ ადამიანს. ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი, იმიტომ რომ როდესაც დიდი აუდიტორიის წინ ამტკიცებ შენს პოზიციას და ყველა ნებისმიერი სიტყვა, რომელიც დაწერე, არის შენი იარაღი ამ შემთხვევაში, ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო ჩემთვის, ძალიან დიდი გამოცდილება მინდა. კი, ეს მნიშვნელოვანია, ხო, რომ ეს გაცვლა და იყოს, რა თქმა უნდა, დისკუსია და მრავალფეროვნება აზრების და კამათში იბადება ჭეშმარიტება ნათქვამია და უბრალოდ მთავარი ამ დროს პროცესი რაღაც არაჯანსაღმიანი შურისძიებებში და ასე შემდეგ არ გადაიზარდოს და ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ეს არის უნივერსიტეტის ფუნქცია, რომ დემოკრატიულ კამათს შეუწყოს ხელი. ყველაზე მეტად რაც იყო ჩემთვის დასაფასებელი, ცხარე დებატების და კამათის შემდეგ ერთმანეთს მადლობა გადავუხადეთ ამ კამათისთვის და ძალიან ორივესთვის საინტერესო იყო ეს პროცესი. თავარია პატივისცემა გააჩნდეს სტუდენტს ლექტორის მიმართ და ლექტორს სტუდენტის მიმართ, სტუდენტის ნაშრომის მიმართ და დაინახოს სტუდენტის ნაშრომში არა რაღაც არასაჭირო ინფორმაცია და ისეთი ინფორმაცია, რომელიც საერთოდ აბსურდულია, არამედ ეცადოს რომ დაინახოს
დაინახოს ის, რის თქმაც უნდა სტუდენტს ამ შემთხვევაში. ჩვენი განაცემა ალბათ უკვე დასასრულს მივახლოვდება ნელ-ნელა, მაგრამ სანამ დავასრულებდეთ, მინდა კითხო, რას ფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საგანმანათლებლო სისტემა იყოს უფრო ჯანსაღი. ხა ვიცით, რომ თქვათ წამყვან სახელმწიფოებს გაცილებით უფრო მეტი რესურსი აქვთ იმისთვის, რომ ეს ჩადონ განათლებაში, კვლევებში, რესურსებში, ხო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაში თუ სხვა ყველაფერში, მაგრამ აი საქართველოს რესურსების კვალობაზე რა შეიძლება რომ გაკეთდეს უმაღლეს განათლებაში და მანამდელად სასკოლოშიც იმისთვის, რომ ის უფრო კარგი იყოს და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენ რა რესურსებიც გვაქვს ის. მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, რომ ლექტორები იღებდნენ მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში, შეუწყონ მათ პროფესიულ ზრდას, განვითარებას ხელი, შეუწყოს სახელმწიფომ. რესურსები ამ შემთხვევაში არ დაიხარჯოს კონკრეტული ჩინოვნიკების ხელფასებში, სამინისტროებში და მიმართული იყოს იმისკენ, რომ მაგალითად ლექტორებს დაუფინანსონ წიგნების თარგმნა, ქართულ ენაზე რომ გამოვიდეს წიგნები, ამ შემთხვევაში საქართველოს სისტემას რო იყოს მორგებული და შეიქმნას სრულად ახალი განათლების სისტემა, რომელიც დღევანდელისგან გასხვავდება, იმიტომ რომ დღევანდელი სისტემა არ არის დამაკმაყოფილებელისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გადაცემაც და ზოგადად საუბრები განათლებაზე ხო იქნება ეს ჩემ შეხვედრებზე თუ სხვა კიდევ უამრავ სივრცეში, სადაც ეს მიდის, არ დარჩება, ასე ვთქვათ, ხმად მღაღადებლის საუდაბნოსაშინა და რაღაც რეალურად შეიცვლება. ძალიან დიდი იმედი მაქვს მე პირადად აი ქუთაისში ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის გახსნის, იმის რომ ის გახდება საერთაშორისო მნიშვნელობის და მოიზიდავს თუნდაც მკვლევარებს და გახდება ერთგვარი კვლევითი ცენტრი, მათ შორის მაგალითად კავკასიაში და რაღაც რეგიონულ მნიშვნელობას შეიძენს და შემდეგ ეს გაამდიდრებს და უფრო გააუმჯობესებს საგანმანათლებლო სისტემას და რა თქმა უნდა კარგ სტუდენტებს როცა ეყრება სადღაც უყრიან კარგი სტუდენტები თავს იყრიან იქ რა თქმა უნდა უფრო მეტად კონკურენტული გარემოა და უფრო მეტია განათლების ხარისხი, იმიტომ რომ სტანდარტი იქნება ესე ერთგვარად შეიძლება ძალიან კარგი ლექტორი გყავდეს, მაგრამ თუ გარშემო ხო სწავლა არავის არ უნდა, ძალიან ძნელია ლექტორისთვისაც რომ ეს მოტივაცია შეინარჩუნოს და იგივე საერთაშორისო სტანდარტებით მოთხოვოთ მათ ყველაფერი, იმიტომ რომ ვიცით რომ ჩვენთან სტუდენტური მოტივაციაც პრობლემა არის. მახსოვს ესეთი ისტორია იყო, რომ თურმე ჩეხეთში ერთ-ერთი სტუდენტი ამბობდა, რომ მე თუნდაც იმიტომ ვსწავლობ და უნდა ვისწავლო, რომ შემდეგ როდესაც